Mercedes CLS-ის წარმოება 2004 წელს დაიწყო და უკვე ორი თაობა წარუდგინეს საზოგადოებას. პირველი 2004-დან 2009 წლამდე გამოდიოდა, ხოლო მეორე 2010 წლიდან. გაყიდვაში კი 2011 წლის სექტემბერში ჩაუშვეს. ყველა მოდელში მინდა ხაზი გაუსვა, რომ არის ყავით შეკერილი ტორპედო. საჭე რა თქმა უნდა ყავის და უმაღლესი ხარისხის ნატურალური ხე. ვაუყურებ თვითონ რამდენად კარგია ხედვა. რამდენად გვიშლის ეს საბჯენები. ყველაფერს აკონტროლებს, არკეებიც თითქოს პატარა აქვს, ოდნავ დიდი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ როდესაც კუპეს ქმნიდნენ, უფრო მეტი აქცენტი იყო გაკეთებული აეროდინამიკაზე. უკან ადგილზე შეიძლება ვთქვათ, უკან მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი დაждდება, კუპესთვის დამახასიათებელი 2+2. CLS-ი E-კლასის ბაზაზე იწყობა და ეს არის პირველი 4-კარიანი კუპე, რომლის მთავარი დიზაინერი ამერიკელი მაიკლ ფინკია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი ავტომობილი, რაც გერმანელებმა ამერიკელ დიზაინერს ანდეს. ასევე მისი დიზაინით არის შექმნილი CLK და მაიბახის რამოდენიმე მოდელი, რაც აგრეთვე Mercedes-ის მფლობელობაშია. ამ ავტომობილს არ აქვს მაფრთხილებელი ყვითელი სამკუთხედების არკეებში, რომელიც გაფრთხილებს ავტომობილის მოახლოებას, ანუ იმ მკვდარ წერტილს რო ეძახიან, ზონა, რომელიც თვალით უხილავია. რაც მე ყველას ძალიან მომწონს Mercedes-ში, ეს არის მოხვევის კუთხე, რომელიც საკმაოდ კარგი აქვს Mercedes-ს. მაინტერესებს რამ ხელამოცულობა აქვს CLS-ის საბარგულს. იღება გასაღებით. 4-კარიანი კუპეს თაობაზე საკმაოდ დიდი მოცულობა აქვს და აქვს უამრავი სათავსო. სათადარიგო საბურავი კი ძალიან ქვევით არის დამალული, ისე რომ დიდ ადგილს არ იკავებს. Mercedes-ებში არის უმაღლეს დონეზე აყვანილი ხმის იზოლაცია. ანუ ხმა შემოდის ძალიან ცოტა. ერთი მინუსი აქვს ის, რომ თუ თქვენ ყავთ იგივე ავტომობილი, მაგალითად AMG 63, ან თუნდაც 5/5, თქვენ გინდათ მოусმინოთ ის ძრავის ხმას. ავტომობილი გამოდის კიდევ რამდენიმე კომპლექტაციით. ესენია 5.5 და 6.3 AMG და CLS Grand Edition. თავარი განსხვავება მათ შორის კი რა თქმა უნდა ავტომობილის ძრავშია. ჩავხედოთ Mercedes-ის ძრავს. CLS 350. მას აქვს V ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი და 272 ცხენის ძრავი. $10 წლის შემდეგ ბევრმა ავტომობილმა, ბევრმა კონცერნმა გამოიწყო უკვე 4-კარიანი კუპეების აწყობა, მაგრამ აი 2004-5 წლიდან უკვე ეს იყო Mercedes იყო პირველი და მან შექმნა პირველად ეს კუპე და სხვადასხვა აი ისეთი რეაქცია ჰქონდათ ხალხს. თავიდან ვერ წარმოედგინათ იყო რაღაცა შეუჩვეულობის მომენტიც, მაგრამ იმდენად მიმზიდველი იყო ეს ავტომობილი პირველად, როდესაც ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა, რომ ხალხი ჩერდებოდა სურათებს და ვერ ხვდებოდნენ რაღაც ამოუცნობ ფრინავ ობიექტზე დასხნენ. და ბევრმა ალბათ გასუკიდებად ნომრებიც კი აიღო NLO ამ ავტომობილზე, ვინც ვისაც პირველად ყავდა საქართველოში.
აი აჩქარება აქ ამანქანას რაღაცა კატასტროფულია. და თვითონ საჭე ისე გემორჩილება, ისე დგას, თითქოს აი დაწებებულია, ფორმაც ისეთი აქვს ამ ავტომობილს, თითქოს გართხმულია მიწაზე. 4-ვე საბურავი. მე წარმომიდგენია ახლა რა იქნებოდა გამთბარ სლიკებზე რო იდგეს ეს ავტომობილი. ალბათ სავარაუდოდ 140-160-ით თავისუფლად შეხვიდოდით მოსახვევში. CLS-მა თავისი მომხმარებლისთვის შექმნა ყველასგან განსხვავებული დიზაინი. ეს ტორპედოც კი სხვანაირია, ხარისხზე უკვე ვისაუბრე, არის იდეალური, ტყავით გაწყობილი და უმაღლესი ხარისხის ხე. საჭი ცოტა არ მომწონს, არის ოდნავ წვრილი, სამაგიეროდ დიამეტრი აქვს კარგი. აქვს უამრავი სათავსო, რაც მე ძალიან მომეწონა CLS-ში. როგორც Mercedes-ში აცხადებენ, ეს არის კუპე, მაგრამ გაცილებით უფრო მეტია კომფორტით და პრაქტიკულობით. მოკლედ, უკანა სავარძელზე 2 ადამიანზე მეტი ნამდვილად ვერ დაეტევა. სამაგიეროდ შუაში აქვს უამრავი სათავსო. აქ აქვს ჭიქის ჩასადები, კონდიციონერიც კი გაყოფილია 2 ადამიანზე და ხელის დასადები. ესეც საკმაოდ კომფორტულია. აქაც სათავსოებია, ჭიქების ჩასაწყობი. მოკლედ, Mercedes-ი ფიქრობს კომფორტზე და ფიქრობს თქვენზე. სხვათაშორის, როდესაც ეს ავტომობილი გამოვიდა, მისი ფასი დაახლოებით $100,000-საც ურყავდა. დღესდღეობით ესეთი ავტომობილი შეგიძლიათ იყიდოთ უკვე ალბათ 18-დან 25,000-ის ფარგლებშიც. თუ გავითვალისწინებთ ვერსიას AMG და უფრო დიდი ძრავით, მაშინ ფასმა შეიძლება 30 და 35-საც გადააჭარბოს. მაგრამ დაახლოებით 20-ად ეს ავტომობილი მე ნამდვილად მომწონს. ჩვენი ავტომობილის ტექნიკური მონაცემები კი ესე გამოიყურება. მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ში. 0-დან 100 კმ-მდე ავითარებს 6.7 წამში. მას აქვს 272 ცხენის ზალა. ძრავის მოცულობა 3498 კუბური სანტიმეტრი. მას აქვს V ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი. საწვავის აუზის მოცულობა 59 ლიტრი. ავტომობილი ქალაქში მოიხმარს 9.3 litrს, ქალაქგარეთ 6.3 litrს, ხოლო შერეული მოძრაობისას 12 litrს. მინუტ მის ძრავს, მართალია დიდი ძრავი არა აქვს, მაგრამ 3.5 არც ისე ბევრი ამ ავტომობილისთვის. სამაგიეროდ აქვს ავტომატური სიჩქარის კოლოფი, გავთიშოთ მოცურების საწინააღმდეგო სისტემა და წავედით. ნახოთ აჩქარება, სხვადასხვა მინდა ხაზი გაუსვა, რომ 0-დან 100 კმ-მდე ეს ავტომობილი ავითარებს 6.7 წამში.